სამი ამბავი მაქვს, ცუდი, უფრო ცუდი და შედარებით კი არა ნამდვილად კარგი. თქვენ ის ნებართვით დავიწყოთ ცუდი ამბით. ნანუკა, ნინუკა, არ მახსოვს რა ქვია, მოკლედ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილმა მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილისა წამშალა ერთია, დამბლოკა მეორეა და რაც მთავარია იმ ბიზინა ივანიშვილის ავატარ ფოტოს, რომელზეც ბიზინა ივანიშვილი და მისი მეუღლე ირაკლი ღარიბაშვილი არიან, ამ ფოტოს არადა არ შლის. ეს არის რეალურად ინდიკატორი ან მაჩვენებელი, მადასტურებელი იმისა, რა ჭკუაზე არიან ღარიბაშვილი თამაზაშვილები, მაღალი ალბათობით. გამოდო ნუნუკას მამის რა ქვია, არ ვიცი და ვიდრე ისინი არ წაშლიან ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიზინა ივანიშვილის ერთობლივ ფოტოს, რომ ჩახხუტებია დამფუძნებელი მამა დაფუძნებულ შვილს, მანამდე მე მგონი ამ ოჯახს ნამდვილად არაფერი ეშველება, უბრალოდ ამ ოჯახს არავითარ შემთხვევაში არ ეშველება არასდიდებით არაფერი. მეორე ამბავი მადასტურებელი იმისა, რომ შალვა პაპუაშვილი გიბოდიშებთ, არ ვიცი რა მიზამს ახლა მე ამის გამო რა ქვია YouTube, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ შალვა პაპუაშვილი არის ერთის მხრივ ზაკვარი, მეორეს მხრივ ცუდი კაცი და ასე შემდეგ, ბევრი ეპითეტის თქმა შეიძლება, მაგრამ ასევე არის იდიოტი. ჯერ შეუძლებელია თქვა, ვინმე თუ იქნება ამ ომის გამარჯვებულიო, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა, რომ ამ ომს ნამდვილად ყავს ორი დამარცხებული, ეს არის უკრაინა და ევროკავშირიო, ამბობს პაპუაშვილი რუსი, რაც რასაკვირველია ტყუილია, უკრაინა უკვე გამარჯვებულია, ის გადარჩენილი ქვეყანა, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, რამდენადაც კიევი ვერ აიღოს 3 თუ 5 დღეში თუ 7 დღეში რუსეთმა, რამდენადაც ეგრეთ წოდებული SVO-ს ფარგლებში იბრძვის და წინ მიიწევს ლოკოკინის ნაბიჯებით, ანუ მიბობღავს, ეს გაღალდის ვეფხვი სახელმწიფო რუსეთი, შესაბამისად უნდა ვთქვათ, რომ უკრაინამ უკვე გაიმარჯვა, სულ რომ ხვალ პირდაპირ მნიშვნელობით დასრულდეს ეს ომი იმ მდგომარეობაც არის ახლა შექმნილი ფრონტის ხაზზე, მოკლედ იდიოტია ეს საწყალი და ამის თქმა მინდა, მაგრამ კარგი ამბავიც აგვაქვს სათქმელი, მეგობრებო და გეტყვით, რას გულისხმობ. ხმელთაშუა ზღვაში უკრაინელებმა დრონებით გაანადგურეს ერთ-ერთი ჭრდილოვანი გემი რუსეთისა დაბომბეს და მაღალი ალბათობით კი არა, ასე ვრცელდება, რომ მოკლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეცდანაყოფის უფროსი გრუს გენერალი ანდრეი ავერიანოვი, მის 2 მოადგილესთან, ანუ სხვა ბანდიტებთან ერთად პაპუაშვილის ბოსტანშიც, იდიოტი პაპუაშვილის ბოსტანშია ეს საბოლოო ჯამში. მან ვერ გაიგო, რომ კრეისერი მოსკვა რომ ჩაიზირა, მან ვერ გაიგო, რომ რუსეთის ტრიადის ნაწილი რომ განადგურდა, ანუ სამხედრო ავიაციის და სტრატეგიული ბომბდამშენების. კიდევ ბევრი რამ ვერ გაიგო მოსკოვთან, რომ 3 დღეში 2 ჯერ ის მისაფეთქებები, ვერ გაიგო, რომ კურსკი რომ დაკავებული ჰქონდათ დიდი ხნის განმავლობაში უკრაინელებს და ასე შემდეგ და ისიც ვერ გაიგო, რომ აი მაგალითად ბარელი ნავთობის ფასი ქვემოთ რომ მოდის და ურალსიქით რაღაცეები რომ ფეთქდება, ეს რუსეთის სტრატეგიული და ტაქტიკურ დონეზე მარცხის ტოლფასია, ესეც რასაც ახლა გიამბობთ, მისთვის ბანდიტი პაპუაშვილისთვის გაუგებარი იქნება. ვინ არის მოკლედ ეს ავერიანოვი პასუხისმგებელი იყო შეკვეთილ კვლელობებზე და ევროკავშირის ქვეყნებში ჯაშუშობაზე, დივერსიებზე და სხვა უკრაინელებმა გაანადგურეს მაღალი ალბათობით მერქი. ასევე ეს ავერიანოვი იდგა პრიგოჟინის თვითმფრინავის აფეთქების, სკრიპალების მოწამვლის და სხვა საქმეების უკან. მოკლედ უსაზიზღრესი ტიპი იყო, გარკვეულზე ნაკლები ალბათობით, პაპუაშვილი არ ვიცი, მაგრამ ვინმე ბიზინა ივანიშვილის გარემოცვიდან მას უთუოდ იცნობდა, შესაძლოა თვით ბიზინა გრიგოლიჩ ივანიშვილის. ავერიანოვი უშუალოდ პუტინის ბრძანებით ახორციელებდა ოპერაციებს საზღვარგარეთ და ევროკავშირში მოგზაურობდა ჭრდილოვანი ფლოტის კუთვნილი გემებით. სულ 7 ღორი განადგურდა და კობზონთან წავიდაო ერთ-ერთი იუზერი, კერძოდ ლეონავდა წერს. მოკლედ, ბატონებო და ქალბატონებო და პაპუაშვილს მიმართავ პირველ ყოვლისა, შალვაია რუსო, მე ვიცი რომ ეს გეწყინა, მე ვიცი რომ თქვენ რუსეთის გამარჯვებას უჭერთ მხარს, მე ვიცი და ყველამ ვიცით, რომ თქვენ არსით ხართ ქართულგვარიანი რუსები. ახლა ნუნუკა თამაზაშვილ ღარიბაშვილს მიმართავ, რა დაგიშავე, შენმა დაქალებმა
გაცილებით მეტად დაგაღალატეს, მე საერთოდ არ დამიღალატები ხარ, შენმა უშუალოდ დაქალებმა მეგობრობას რომ გეფიცებოდნენ ნუნუკა, ქალბატონო ნუნუკა, მათ დაგაღალატეს და მე რატომ ბლოკავ? თუ რა გონი ახლა მე თუ დამბლოკავ Facebook-ზე, ვერ ვნახავ როგორღაც შენ ავატარის ფოტოზე ირაკლი შენი მეუღლის, რომელიც გიყვარს და უნდა გიყვარდეს კიდეც და ბიზნეს ფოტო გამოქვეყნებული, კვლავ გაქვს თუ არა ამას ვერ ვნახავ, ასე გონია, ან ეს გამაჩუმებს ახსედი ბლოკი, რაღაცეები გაქვს. საათქმელი პირველ ყოვლისა არა შენთვის უკაცრავად შენობით რომ მოგვართავ, არამედ თქვენთვის და თქვენი მეუღლისათვის ირაკლი ღარიბაშვილმა უნდა მომისმინოს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები არა, ანალიზი უნდა გავაკეთო იმ ამბებისა, რომლებიც მის იმ რომტრიალისა, რომლებიც მის თავს ხდება. არადა როგორ შეეძლო რომ სხვაგვარად ემოქმედა. უსაყვედურე ხოლმე ნანუკა ნინუკა, რა ქვია, ნუნუკა. თამაზაშვილს მივართავ მე.